ნახევარი ლოგო ჩამიქრეს მტარებმა, მეგობრებო, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით. ჩვენ მთელი ლოგო რომ ჩაგვიქრონ, აი აქამდე მაინც გავაგრძელებთ სიმართლის საუბარს. მოგესალმებით დღევანდელ ეპიზოდში, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებზე საქართველოში. ვიცი რომ ბევრი ადამიანი დაიღალეთ პოლიტიკაზე საუბრით, გინდათ უბრალოდ ღადაობა, გინდათ უბრალოდ კარგ ხასიათზე ყოფნა, მაგრამ ვერ მოგართვით. დღეს ვისაუბრებთ. დღეს ისე არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე სხვა შორის. დღეს ვსაუბრობთ რელიგიაზე, უფრო უარეს თემაზე, რომელიც გამოწვეულია პოლიტიკიდან. მოკლედ დღეს რა მოხდა? სულ რამოდენიმე საათის წინ იყო საპატრიარქო კრება, სადაც გადაწყდა, რომ ბატონი მამა დოროთე უნდა მოდი ამას წაგიკითხავთ. ილია მეორის ბრძანება. არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და გამწესდეს წმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად. გაიგეთ? თუ ვინმე გაიგეთ, მართლა ცოტა გონებაში ვერ ხართ, იმიტომ ეს პირველი წაკითხვიდან როგორ უნდა გაიგო, ხო? ასე რომ მეორედ წავიკითხოთ. არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, მოკლედ ერთი პიროვნება, გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან. ანუ ქვემო ბეთლემში არსებობს ტაძარი, რომელიც არის მაცხოვრის შობის სახელობის და იქ იყო ხაზეინი ბატონი დოროთე. მანდედან გაათავისუფლეს და გადმოიყვანეს წმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად და გადმოიყვანეს თბილისში სამებაში მღვდელმსახურად. რეალურად მართლა დამაბნეველი წინადადებაა, იმიტომ რომ უყურე ხა ზოგადად ხალხს უხარია ხოლმე, ხო? ეხა სოფლიდან ქალაქში ჩამოსვლა და შემდეგ, მაგრამ ანუ სოფელში ხაზეინი იყო მამა დოროთე და თბილისში უბრალოდ მღვდელმსახური იქნება, არაფერი წოდება არ ექნება. ასე რომ რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რა თქმა უნდა, დაქვეითებას. რომ ანუ სამებაში ვინც არის უფროსი, შეფი, ის მიხედავს დოროთეს, რა. ეხა რას ერჩიან ბატონ დოროთეს? მოდი გადავხედოთ ზოგადად ვინ არის მამა დოროთე. არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი. საქართველოს და უკრაინის დროშა ქავერზე. პირველი პოსტი რაღაც კეთილი პოსტი გვაქვს 90 წლის დედამ მითხრა, ეხა დედა ყველას გვიყვარს, დედა წმინდა. შემდეგი პოსტი 3 საათის წინ. ჰოისაოცრება, ვოლსკი აღვთისმეტყველდა, ამას ნამდვილად არ მოველოდი, ვოლსკი თუ შემეჯიბრებოდა ლოცვის ცოდნაში. გადაბრუნდა ქვეყანა. მე არა თუ არ შევდივარ, არ შემიშვეს, ჩემი მოთხოვნები არ გაითვალისწინეს და არც ერთ კანონმდებლობას, რაც არის ეკლესიური, არ ითვალისწინებენ, თქვა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა მედიასთან. ის საეპარქო კომისიის კრებაზე დღეს 2 საათზე იყო დაბარებული. მოკლედ დოროთემ მოითხოვა, რომ ეს კრებაო მინდა გაშუქდესო ჟურნალისტებთან ერთად, რომ ღია კრება იყოსო რა. მეუფეშიო და ის მონაწილე სამღვდელოება, რომელიც იმ კომისიაშია, გვიცხადებენ, თქვენ ხართ მონები, ჩვენ ვართ მეფეები, რასაც გეტყვით, იმას გააკეთებთ. ჩვენ გვაქვს ძალაუფლება და მოგერებით. აი ამ მოგერებითს გამო მე ფორმულას რედაქტორს ეგრევე ნახوي აქედან გავუშვებდი, მაგრამ კაი, შეუსწოროთ და ჩვენ მოგერებით. ჩემი პასუხი იქნება, ჩვენ არასდროს ვიქნებით თქვენი მონები, არც მეუფე შიოსი, არც მამა მიქაელ ბოტკოველის, არც ანდრია ჯაღმაიძის. თუ ისინი მართალს იტყვიან, თუ ისინი სიმართლეს იტყვიან, კი ბატონო, როგორ არა, მონაც ვიქნები და მსახურიც. სიმართლის მონა და მსახური ყოველთვის ვიქნები. მამა ილია თოლორაია, სამების ტაძრის არქიმანდრიტი. მამა ილია თოლორაიაც დატოვებს თავის პოსტს. ჩემი წინასწარმეტყველება. ყველა ადამიანი, რომელიც წავა ბატონი ბიძინას წინააღმდეგ, ყველა დატოვებთ თქვენ პოზიციებს. მე არ თქვათ ხალხო, რომ მიშაო შენო არ გითქვამსო.
ყველა მამაო დაქვეითდება, ყველა მამაო დატოვებს თავის პოზიციებს. ვინც ბატონი ბიძინას წინააღმდეგ წავა. და მამა დოროთე რას აკეთებს არ ვიცი, ანუ მამა დოროთე ხა რამდენი წლის იქნება, ალბათ ერთი 60 წლის ხო იქნება, არა? თუ ერთი 70-ის არა. ხო და ეხა მე ეჭვმეპარება არქიმანდრიტ დოროთეს არ ესმოდეს რა ხდება ქვეყანაში და რა როგორ იმართება, ხო? ანუ თუ გადაწყვიტეთ ბატონო არქიმანდრიტო დოროთე ამ ყველაფრის წინააღმდეგ წასვლა, მაშინ ბოლომდე წადით და ანუ მერე წუწუნი არ მიიღება ოღონდ რა, ანუ არ მიიღება, ანუ ესე არ ხდება ცხოვრებაში, რომ აი თქვენ გადაწყვიტოთ, რომ მე მეომარი ვარ, მე ხა აბჯარს ავისხამ, ხმალს დავიჭერ ხელში, წავალ ამათ დასახოცად და მერე ანუ დამარცხეთ და მერე იცით რა, ამათ ჩამომაქვეით ეს და ეხა ჟურნალისტებს მოგვართავთ მხარი და არ ხდება. ეხა ბატონო არქიმანდრიტო რა. არქიმანდრიტი აღარც ხართ, ჩვეულებრივი მღვდელმსახური ხართ. მღვდელო დოროთე. всё, ანუ ბუმ. აი ესე გაგიქრეს თქვენი წოდება. ანუ რა გინდათ ეს მღვდლობაც დაკარგოთ სამუდამოდ? თუ გინდათ დაკარგეთ. მომენტ რაღა დაგრჩენიათ, რომ მომენტ ეხა უნდა მიაწვეთ, როცა ყველაფერი დაკარგული გაქვთ, რომ ანუ აღზევდეთ მერე ფენიქსივით. რომელი ფენიქსისაც ჩვენ არ გვჯერა, რადგან ეს არის მითოლოგია და ჩვენ ვართ მართლმადიდებლები. მაგრამ რეალურად რა ხდება, ყველას ხო გვესმის ეხა რომ მე პირდაპირ ვერ ვიტყვი კაცო ეხა. მართლა გიჟი ხო არ ვარ, მართლა ანუ დღეს სარკეში ჩავიხედე აქ, მეთქი მეორე თავი ხო არ მაქვს, მიშა მოდი საპატრიარქოს წინააღმდეგ წავიდეთ, აქ შევიხედე მეორე თავი არ მევა. ასე რომ მეთქი მოდი დავოკდეთ მიშა. და ესე კოცნა გაუგზავნე ჩემ თავს, იმაც გამომიგზავნა კოცნა, რომ ჭკვიანი კაცი ხარ მიშა, არ წახვიდე საპატრიარქოს წინააღმდეგ. ასე რომ საპატრიარქოს წინააღმდეგ არასდროს წავალ მე, საპატრიარქო არის ერთადერთი მართალი ადამიანების წყობა, რომლებსაც უნდათ საქართველოს გადარჩენა. დიახ, საწინააღმდეგო აზრს ეგრევე აქვეითებენ. დიახ, საწინააღმდეგო აზრს ეგრევე კვეთენ ეკლესიიდან ან აქვეითებენ. აუ, როგორ უნდა მოექცე მტარეებს უკაცრავად? მართლა როგორ უნდა მოექცე? ორი მამაოა, ჩვეულებრივი. უყურეთ, ორივე მამაოა, ორივე მართლმადიდებლობას ქადაგებს, ერთი უჭერს ნაცებს მხარს, ერთი უჭერს ქოცებს მხარს. თუ ქოცების მამაოს ვაგინებთ, ესე იგი ეკლესიას შეურაცხყოფთ და ღმერთს ვაყენებთ შეურაცხყოფას და თუ ნაცების მამაოს ვაგინებთ, ესე იგი იმსახურებს, ბიჭო, ეგ მამაო კი არა, მაგი არის 9 წელი სისხლის მსმელი, პიდარასტების მხარდამჭერი და ასე შემდეგ. ეს ამბავი მომხდარია სულ რაღაც 3 საათის წინ მეგობრებო და მე პირობას გაძლევთ, რომ ბატონი ბიძინა ყველა მღვდელთმსახურს გამოყრის, ვინც გაბედავს და შეეწინააღმდეგება ქართული ოცნების პოლიტიკას. მაგის პირობას მე გაძლევთ. მართალიც იქნება, რადგან მღვდელმსახურები არ არიან მეგობრებო წმინდანები, ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ზოგი ქოცია, ზოგი ნაცია. და ვის რაში ჭირდება ეხა ნაცი მღვდელმსახური ეკლესიაში? კაი რა. ხო და ეს არ გაგიკვირდეთ და შოკაში არ იყოთ მე და შოკის ეფექტი არ გამოიწვიოს თქვენში, რომ ეს როგორ მოხდა? ჩვეულებრივად. ეგრე მოხდება ყველგან, ყველა სამსახურში. რადგან მღვდელთმსახურებაც არის სამსახური, ხო? რომ შენ გაანათლო ხალხი სარწმუნოებაში და არა იმაში, რომ აი ბატონი ბიძინა კარგია ან ბატონი მიშა კარგი იყო. არა. შენ უნდა გაანათლო ხალხი სარწმუნოებაში. როცა გადაკვეთ ამ ხაზს, რომ ქოცები ცუდები არიან, წახვალ და სანთლებს ამოაძრობ ჩამწვარს. ესე მოუწევს ბატონ მამა დოროთეს, რომ ამოაძროს ჩამწვარი სანთლები. პრეტენზია ექნება
მაგის უფლებასაც აღარ მისცემენ. ესაა ცხოვრება და ამ ცხოვრებას უნდა შეეგუოთ. ცხოვრება რთულია.